დავიწეროთ არხი. ერთ სოფელში ცხოვრობდა პატარა ბიჭი, რომელსაც ბოროტი დედინაჩვალი ყავდა. დედინაჩვალს ეს ბიჭი არ მოსწონდა და სულ ცდილობდა, რომ გაებრაზებინა. დედინაჩვალი ბიჭს ცუდად ექცეოდა. ბიჭუნას ერთი ხარი ყავდა, სახელად ტიქარა. ძალიან უყვარდა. ოცხე მინდორში დაყავდა. ბალახს აჯოვებდა. დინავეში აბანავებდა, უბლიდა და მისი მოვლით თვითონაც ერთხოდა. დედინაჩვალმა მოიფიქრა როგორ განიტარებინა ბიჭი. მოიტყვა ვითომ ცუდად იყო და მისი მამას უთხრა. ტიქარა და კალი და მისი გული მაჭამე, სხვა ვერაფერი მომარჩენსო. ეს სიტყვები ბიჭმა გაიგონა. დილით რო გაიღვიდა დაინახა. მამა დანასწრესავ. დანა რა გინდაო? იქ არა უნდა დაკლაო. დახონდა ბიჭი. ავალ თემხარ ალზმაინს დავალევინე. როცა დინარეზე მიიყვანო, ხარმა უთხრა. ბიჭუნა რატომ ტირიო? და კლასი გიპირებენ ტიქარაო. ბიჭი ჩემო მეგობარო. ერთი რაღაც მოვიფიქრე. თემაზე გიზუგზე და ხედან გავიჩედო. ოღონდ ერთი სავარცხელი, ერთი ბოთლი ალი და სალესი ქვა წამოიღეო. ბიჭმა მოიტანა ყველაფერი. იკარა ზუგზე თეთრ და გაიქცენ. მათი გარჩევის ამბავი დედინაჩვალმა გაიგო და თავის გარეულ ტახს უთხრა. დაეკიდე, დაეტიე და ორივე მოკალიო. მილვის ტიქარა და ბიჭი, მისდევს ღორი. ტიქარა ეუბნება, გაიხედა უკანო ღორი ახლოს არისო? ცოტათი ხედავო. მაშინ მოწითონ წყალი გადაღვარეო. ბიჭმა გადაღვარა წყალი და უჯოდ საშინელი ზღვა გააჩნდა. დიდი ტალღები, მაგრამ ღორი ხალხებზე მაგრას ჩურავდა. ღვარი გადაჩურა და მისე ტიქარას გამოეკიდა. რაღაც ემოდები, გადააგდე სავარცხელიო. ბიჭმა სავარცხელი გადააგდო და უთხრა დიდი ტყე გაჩერდა, მაგრამ ღორი არ შეშინდა. ტყეებს თვრიდა. მთელი ტყე აკჩია და ისევ ტიქარა გამოეკიდა. ტიქარამ ბიჭს უთხრა, გადააგდე სალესი ქვაო. ბიჭმა ქვა გადააგდო და უთხრა უზარმაზარი დე გაჩნდა. ღორმამ დეზე ასვა და მარა ფეხი დაუსრია და უსში თავარდა. ტიქარამ და ბიჭს გაიხარეს. იფიქრე გადავრჩითო. მინდორში გავიდნენ და ტიქარამ უთხრა. ავალ მე ვიბალახებ, შენ ხეზე დაჯექი. შენ ოლის კალამური. ერთი როცა გაგიჭირდება დაუკარი. მეორე კი როცა კალიბი ამბავი გიხდება. ბიჭმამ დაიწყო სალამური დაკვრა. ისე კარგად უკრავდა. მთელი ბუდება ხარობდა. ეპლები დაფრინავდნენ და თელ არემარეს სასიან მოუნო. მუსიკა ისმოდა. იქვე მეწყარე მიდიოდა. შეშურდა ბიჭი. დამაუნდა ის სალამური თვითონ ქონოდა. წამოდი ერთი მაჩვენე. რისგან არის გაკეთებული, მაგრამ ბიჭუნა არ დაუჯერა. ასია უცხო ადამიანებს არ უნდა ეძდო. გაბრაზებული მეცხვარე ავიდა და ვეფეს მოახსნა. იქ ხეზე უჩნაური ბიჭი მალა საოცარია სალამური აქვს. მომგვარედის ბიჭიო. ერთი დიდაბერი მოვიდა. მე მოგიყვანთო. აიყვანათ ხა? მივდა ხის ჯირში და ის წოლება დაიწყო. დასოდავით ხა? ცხაოდა, ჩალაში თხოდა, ნასტებით ხავბატონო. რატომაც პალებ ხასო? დაკვლა მინდაო. შეგიძლია დამახმარო? ბიჭი რას იფიქრებდა? ოღონდ თუ ღალატებდა. ხიდან ჩამოვიდა. დედა ბერმა კიდევ გააბრუა და დააჯინა.
ბიჭმამ რო დაიღვიჯა, უკვე სიხესი დაღონდა ბიჭი. რა უნდა ეხა? სალამურებით კი ხეზე დარჩა. უჩებ ფაჯრდა, ყავი დაინახა. პავო, ხო დამეხმარე. ხეზე სალამურები დამჩა და მომიტანეო. არ დაგეხმარებიო, უპასუხა ყვავმა. ეცხო შენ მე ქამესროლეო. ცოტა ხანში დეღურა გადაიფრინა. გეხვეჭები, ჩემი სალამურები მომიტანეო. შენ მე ერთხელ ბუდე დამინგრიეო. ბოლო მერცხალი გამოჩნდა და მოვიტანა სალამურები. ბიჭამ დაუკრა მოტენილი მუსიკა. იქ რამ გაიგონა, გამოიქცა და სიხევის სიმაგრის დანგრევა დაიწყო, რომ ბიჭი გამოეყვნა. ციხე სიმაგრეს 9 კარი ჰქონდა, 8 კარი დალე და უჩბად ერთი რქა მოწყდა. დაღონა ტიქარა, საინდანღაც თავი გამოდროა. თაგონა უთხრა, ქას გაგიმთელებ შენი სიცოცხლის სანაჩლოდ. იკარა გაეთანხმა, ორივე რქით ხანგრია პარი, ბიჭმა ზრუგზე მოისვა და გაიქჩნენ. სამშვიდობო რომ გავიჯნი, თაგმა ხარს როგორ შეახე? ხარმა უთხრა, ზადვარ მომკალიო, მაგრამ ბიჭუნამ პირილი დაიწყო. არ მოკლა ჩემი ნაგობარი, მიცემია რომ მე მოკვდეო. თავს ორივე შეოჭოდა. თქვენ ისეთი მეგობრები ყოფილხართ, იპატიებიაო, დიდხანს სიცოცხლე და მეგობრები იყავით. გახარებული ჭიქარა და ბიჭი გაიხდნენ უცხო მხარეში, სადაც არც დედა ვერი ცხოვრობდა, არც შურიანი მეჩხარე და არც ბოროტი დედინაჯო. ალბათ ახლაც ბიჭუნა ხედედი უკრო ხიარულ მუსიკას და ქვეყანაშა დახარებს. როცა ჭიქარას ნახვა მოუნდება, მეორე სალამური დაუკრავ. ჭიქარა მოვა, ერთად გართოვიან ხოლმე. კირიქა, ინიაკა, კათოიკვა, ქვილიაკა. გამოიწეროთ არხი.